ყოველივე ის, რაზეც საუბრობდით, რა თქმა უნდა, სოციალურ დაძაბულობას და პოლიტიკურსაც ზდიდა ქვეყანაში. 20-იანი წლებიდან ძალიან გახშირდა გაფიცვები, მუშათა გაფიცვები, ანუ იმ კლასის გაფიცვა, რომელიც თითქოს მთავარი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო საბჭოთა რეჟიმისა, საბჭოთა რეჟიმი ხო, იმიტომ შეიქმნა რომ შრომელ ადამიანებს ეცხოვრათ ბედნიერად და ლაღად, თავისუფლად, უზრუნველად. ვინ იყვნენ შრომელი ადამიანები? გლეხები და მუშები. აბა რა თქმა უნდა ინტელიგენცია, რომელიც მხოლოდ ლექსს წერდა ან მოთხრობას, რაინდამაც შრომელ ფენად არ შეითვლებოდა, აღარაფერს ვამბობ. ყოფილ მეწარმეებზე, ფინანსისტებზე და ასე შემდეგ. ესენი ხო პირიქით შრომელთა ჩაგვრელები იყვნენ. აი ჩვენ ვნახოთ, როგორია ამ შრომელების დამოკიდებულება საბჭოთა რეჟიმის მიმართ და ან პირიქით დავსვათ საკითხი, როგორია მათ მიმართ საბჭოთა რეჟიმის დამოკიდებულება. ამას ჩვენ უფრო დეტალურად ქვემოთ ვნახავთ, როცა გლეხობის მიმართ დამოკიდებულება შევეხებით, ანუ განვიხილავთ თემას სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას. მანამდე კი ის მინდა ძალიან მოკლედ ვთქვათ, რომ არ დარჩენილა ფაქტურად არც ერთი დარგი სამრეწველო, სადაც მუშების გაფიცვები არ ყოფილიყო გახშირებული და ეს გაფიცვები, ანუ რას ითხოვდნენ მუშები, სამუშაოს, ანაზღაურებას, ცხოვრების ნორმალურ პირობებს და ეს გაფიცვები მუშებისა, მშრომელებისა სისხლში არ ჩაეხშო საბჭოთა ხელისუფლებას თავისი სადამჟელო რაზმების ამ ხალხზე მისევით. ასე რომ მაინდამაინც ნურც იმით ვერც იმით მოატყუებდა ვინმე საბჭოთა ხელისუფლება, რომ მართალია ის ანადგურებს და დევნის სხვა აზრის მქონედ და სხვა პოლიტიკური სისტემის მოსურნედ, მაგრამ ამას აკეთებს შრომელი ხალხის საკეთილდღეოდ. არა, პირველი მთავარი დასაყრდენი მუშათა კლასი აბსოლუტურად გაემიჯნა საბჭოთა ხელისუფლებას, ნუ შემდეგ ახლა იძულებული იყო მუშათა კლასიც კი არა, ყველა ტაში ეკრა მისთვის, მაგრამ პირველ ეტაპზე ამის მაგალითად ჩვენ ვნახეთ ხოთაშორის თბილისშიც, როცა სტალინი ჩამოვიდა და 1922 წელს თბილისელმა მუშებმა ფაქტიურად აიძულეს გაქცეულიყო შეხვედრიდან, იმიტომ რომ ეს გადაიზარდა ანტიბოლშევიკურ მუშათა დემონსტრაციაში და იგივე ხდება რუსეთშიც, სადაც მეშახტეების გაფიცვა სრულდება, მეშახტეთა დახვრეტით, სადაც რკინიგზელთა გაფიცვა სრულდება, რკინიგზელთა დახვრეტით და ასე შემდეგ. მეორე მხრივ ხელისუფლება იძულებულია თავის გადარჩენის გამო გარკვეულ დროებით დათბობაზე წავიდეს და იმისთვის რომ ეს სასურსათო კრიზისი, ანუ შიმშილი როგორმე სახელმწიფოში იყოს დაძლეული, დაუშვას ნეპი. ეს არის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნაციონალიზებული, ანუ გლეხობისათვის ჩამორთმეული მიწები ისევ დაებრუნებინა დამუშავებისა და პროდუქციის გამოყენების უფლებით გლეხობისათვის, ეგებ მათ შეექმნათ პროდუქცია იმდენი მაინც, რაც რევოლუციამდე იქნებოდა და ამით გამოეკვებათ მოსახლეობა. თუ დაუკვირდებით, ეს არის ძალიან სერიოზული უკან დახევა, არა დათმობა, დათმობა ნიშნავს იმას, როდესაც შენ ანგარიში გაუწევ საზოგადოების თუნდაც ერთი დიდი ნაწილის, თქვა გლეხობის მოთხოვნას და ამ ანგარიშის გაწევის გამო წახვალ შევხვედ ნაბიჯს. ეს დათმობა კი არ იყო, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, ანუ საბჭოთა ხელისუფლებამ ბოლშევიზმმა აღიარა, რომ მიწების ნაციონალიზაციით, გლეხური მეურნეობების, კერძო მეურნეობების განადგურებით, ანუ კერძო საკუთრების აკრძალვით, ფაქტიურად მათ გაანადგურეს, გააჩანაკეს სოფელი. თუ ადამიანს არ მიცემ მიწას, თუ ადამიანს არ მიცემ მიწაზე მოყვანილი პროდუქციას, ბუნებრივია, შეიძლება ამან გამოიწვიოს შიმშილი, მისი, რასაც ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არ ადგება და არ დაამუშავებს ამ მიწას. რუსეთში სამხედრო კომუნიზმის პერიოდში და შემდგომ პერიოდშიც
20-იანი წლების დასაწყისში ფაქტურად სოფლის მეურნეობა იყო გაჩერებული. ეს გამოიწვია მიწაზე კერძო საკუთრების აკრძალვა. ამიტომაც ლენინი იძულებულია ცხოვრების ბოლოს გამოსცეს ეს დეკრეტი თუ კანონი ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, რაც ნიშნავდა ვიმეორებ ისევ იმას, რომ ესეთ წვრილი გლეხური მეურნეობები შეიძლება აღდგენილიყო, ანუ გლეხებს შეეძლო დაემუშავებიათ თავიანთი მიწა, ანუ უпроსტად მიწა, რომელიც თავიანთი იყო, მაგრამ ეხლა ხელისუფლება მისევ როგორც აღმოჩნდება დროებით დაუბრუნა და მე ვთქვათ ასევე უფლება მიეცათ რეალიზებისა ამ პროდუქციის. იცით რა შედეგი მიიღო? რამდენიმე ერთ-ორ წელიწადში ფაქტიურად სასუსტო კრიზისი მეწილად გადაიჭრა. რუსეთი რა თქმა უნდა არ გავხდარა მდიდარი ქვეყანა, სადაც ადამიანები სასურსათო მაღაზიებში ვთქვათ სავსე დახლებს იპოვიდნენ, საბჭოთა სინამდვილეში ეს ყოველთვის უცხოხილია, ყოველ შემთხვევაში პურის კრიზისი, პურის დეფიციტი მეტნაკლებად გადაიჭრა და სხვა პირველადი მოთხოვნების საგნებისაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად არასწორი იყო მიწების ნაციონალიზაციის, ანუ გასახელმწიფოებრიობის პოლიტიკა და რამდენად ეფექტურია კერძო საკუთრება სოფლად მაინც, კაცმა რო თქვას ქალაქადაც, მაგრამ სოფლად მაინც, სადაც მიწა გლეხმა უნდა დაამუშავოს და ის იმ შემთხვევაში დაამუშავებს, როცა მას გარკვეული ინტერესი მცირედი მაინც აქვს აი ამ საქმიანობის მიმართ. ასე რომ ნეპის დაშვებით ხელისუფლებამ აღიარა ის რასაც ბოლშევიზმი იდგა, კერძო საკუთრების აკრძალვის უარყოფითი მხარეები. ანუ აღიარა ის, რომ საზოგადო სახელმწიფო საკუთრების პირობებში მინიმუმ სოფელში სოფლის მეურნეობის განვითარება და სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოება ვერ ხერხდება. თუმცა მე ვნახავთ ჩვენ რამდენადაც ბოლომდე აღიარა ეს. ხო, კიდევ შევეხოთ თქვათ მმართველობის საკითხს 20-იანი წლების დასაწყისში ფაქტიურად მთელი ძალაუფლება უკვე გადავიდა განსაკუთრებით სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ ბოლშევიკების მიმართ, მაგრამ თავიდან მაინც ისე იყო, რომ ბოლშევიკური პარტია კი იყო მმართველი, მაგრამ ძირითადი ძალაუფლება მაინც სახელმწიფო სტრუქტურების ხელში იყო და არა ცალკე პარტიის ხელში. 1922 წლიდან თვითონ პარტიის ხელმძღვანელად, როგორც გითხარით, არჩეული იქნა თუ დანიშნული იქნა იოსებ სტალინი და თანდათანობით ხდება ძალაუფლების გადასვლა კომუნისტური პარტიის ხელში. ანუ განსაზღვრელი არის არა აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგალითად სამინისტროები, არამედ განსაზღვრელი პოლიტიკას განსაზღვრავს თვითონ კომუნისტური პარტია. პირველი პირი ხდება ის, ვინც არის კომუნისტური პარტიის ლიდერი. აი ამ ბრძოლაში, ანუ პარტიის დიქტატურისათვის ბრძოლაში, სახელმწიფო სტრუქტურების სრულ დაქვემდებარებისათვის, სრულ დაქვემდებარებისათვის ბრძოლაში, საბოლოო ჯამში, რომელსაც სათავეში სტალინი და მისი ჯგუფი უდგას, საბოლოო ჯამში ისინი იმარჯვებენ და მთელი სახელმწიფო სტრუქტურა შეიარაღებით, მილიციით, ბანკით, არც კიდევ ყველაფრით, ძალიან გრძელი ჩამონათვალი შეიძლება გამოგვივიდეს თუ რა არის სახელმწიფო სტრუქტურა, ყველამ ვიცით, ეს ექვემდებარება უსიტყვოდ კომუნისტურ პარტიას და მის ხელმძღვანელს. ამაში მას უპირისპირდებოდა, როგორც გითხარით, ტროცკი. მე არ მინდა იმის თქვა, რომ მისი იდეა, ტროცკის იდეა, რამენაირად პროგრესული იყო, მისაღები იყო და მისი განხორციელება და მისი გამარჯვება უკეთეს შედეგს მოგცემდა საბჭოთა კავშირში, მისცემდა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ხალხს. უბრალოდ, ძალაუფლებისთვის იბრძვიან ისინი და სტალინმა მოახერხა კამენევზე, ზინოვიევზე, ბუხარინზე და სხვა
კომუნისტებზე, ან პოლიტბიუროს წევრებზე დაყრდნობით ტროცკის დამარცხება, თუმცა ამის შემდეგ იწყება კიდევ ახალი წმენდა პარტიისა, ახლა უკვე ტროცკისტები ვისი ძალითაც დაამარცხა სტალინმა, ანუ ვინც ყავს აგერ ჩამოთვლილი ამათი და მათი მომხრეების განადგურებით. საბოლოო ჯამში ეს პროცესი დაწყებული 20-იანი წლებიდან, განსაკუთრებით 1924 წლიდან, ლენინის გარდაცვალების შემდგომი წლებიდან და სრულდება უკვე ალბათ 30-იანი წლების 37 წლის რეპრესიები იყო დაგვირგვინება, როდესაც ყველა პოლიტიკური მოწინააღმდეგე სტალინმა მოიცილა და აქამდეც არ აკლდა მის მმართველობას ერთპიროვნული ხასიათი, მაგრამ უკვე ის გადაიზარდა აბსოლუტურ ძალაუფლებაში, არა პარტიის უკვე, არამედ მისი პირად ძალაუფლებაში, პირად მმართველობაში, შეუზღუდველ მმართველობაში მთელი სახელმწიფო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იცით, ამ ხალხის განადგურება, ვინც ჩამოთვალეთ და ვინც არ ჩამოგითვლია, იმიტომ რომ მათი რაოდენობა ძალიან დიდია, მარტო ამათ მიმართ რეპრესიებს არ გულისხმობდა. თითოეულის უკან, ზურგს უკან იდგა უამრავი, თუნდაც ბოლშევიკი, რომლებიც თქვათ მათ აპარატში მუშაობდნენ, მათ თანამგზნობებად ითვლებოდნენ, ანუ მათ განადგურებას მოყვა ძველი თაობის ფაქტიურად მთელი ძველი თაობის ბოლშევიკების განადგურება და 30-იანი წლების შემდეგ უკვე ახალი თაობის კომუნისტები მოექცნენ ქვეყნის სათავეში, რომლებიც კიდევ უფრო მეტად მიჯაჭვულნი არიან სტალინზე. იმიტომ რომ მე ერთ რამეს ვიტყვი და შეიძლება შემეკამათოთ, ძალიანაც კარგი, შეიძლება არც იყოს ეს საკამათო, მაგრამ ტროცკისტვის სტალინის ასე ერთპიროვნული აღიარება ცოტა ძნელია ტროცკისგან, კამენევისგან, ზინოვიევისგან, იგივე ქართველებს თუ მივხედავთ ბუდუმდივანისგან, ფილიპე მახარაძისგან, იმიტომ რომ ესენი რევოლუციამდელი ხალხია, ესენი ერთად მოღვაწეობენ, გადასახლებაში ერთად იყვნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ, ანუ მათ აი ეს წარსული არ აძლევს საშუალებას, რომ აი უცებ სტალინი, რომელიც ერთი მათგანი იყო, შეიძლება ზოგზე უფრო ჭკვიანი და ზოგს კიდევ უფრო მეტი გავლენა ჰქონდა მასზე პარტიაშიც კი, მაგრამ უცებ აღიქვან სტალინი, აღიარონ სტალინი ერთპიროვნულ ბელადად, რაღაც ზეკაცად, ზე ადამიანური ნიჭით შესაძლებლობებით დაჯილდოებულად კაცი, რომელიც მათთან ერთად თქვათ მოღვაწეობდა და ზოგიერთზე უფრო პასიურადაც რა ამ რევოლუციურ პროცესში. ამიტომაც თუ სტალინს სურს მისი პიროვნება ესეთ კულტად აქციოს, პიროვნების კულტი დაამკვიდროს საზოგადოებაში, მას ეს ხალხი ნაკლებად ჭირდება, მით უმეტეს, როდესაც ისინი მაინდამაინც მომხრეები ესეთი სტალინის ერთპიროვნული მმართველობისა ნამდვილად არ არიან, ამიტომ მათი განადგურებით და ახალი თაობის ბოლშევიკებით, რომლებსაც ეს წარსული არ აკავშირებთ სტალინთან, რა თქმა უნდა, ეს იდეა, რომ ერთპიროვნული მმართველობა ერთი კაცისა სრული დამყარდეს სახელმწიფოში, უფრო რეალიზებული იქნება და მართლაც მოხდა კიდეც ამის რეალიზება. თუმცა ვიმეორებ რეპრესიებზე, ყოველ შემთხვევაში 30-იანი წლების რეპრესიებზე ჩვენ შემდეგ ლექციაზე გვექნება უფრო დეტალური საუბარი. უბრალოდ მე იმის თქვა მინდა, რომ რეპრესიები თავიდან ბოლომდე დამახასიათებელი იყო საბჭოთა სინამდვილისთვის. დღიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა. უბრალოდ არის პერიოდები, როდესაც ის განსაკუთრებით იმძლავრებს და არის პერიოდები, როდესაც ის ჩვეულებრივ რიტმში მიდის, ანუ ანადგურებენ ადამიანებს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ვთქვათ 1927 წელს ეს მოხდა. ასევე გვინდა ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ვისაუბროთ, უფრო დეტალურად აწი, თუმცა ამას შემდგომ ნაწილში გავაგრძელებთ ამაზე საუბარს.